მეგობრებო, როგორც ყოველთვის უკრაინელების აქციაზე მინდა გითხრათ, გადმოგცეთ მათი განწყობები, არიან ვაჟკაცურად, არიან უძლებენ ყველაფერს და არიან გამარჯვების იმედად და ვისურვებ, რომ ეს იმედი გადმოდებოდეს საქართველოს და ქართველებს საერთოდ. არაპირებენ უკან დახევას კიდევ ერთხელ გამიმეორე, ჩვენ უკვე იმ ხელისუფლებით გავიგეთ, რომ ახლა დანებება არის დანაშაული იმ სვეპლის წინაშე. აი როგორ ჩვენ ახლა დანებება არის იმ სვეპლის და იმ პატიმრების წინაშე დანაშაული. და მინდა უსურვო რა თქმა უნდა გამარჯვება და ვისურვო საქართველოს გამარჯვება. რაშიდაც დარწმუნებული ვარ და კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო ემიგრანტებისადმი მოწოდება. თუ უკრაინელები აკეთებენ ყოველკვირეულად აქციას, იგივე ჩვენ შევძლოთ და გავაკეთოთ ყოველკვირას აქცია და თუ ვინმეს გონია რომ ჩვენ რუსეთი არ ბომბავს, ძალიან შევცდარი ვარ. დიახაც ბომბავს, ტერიტორიასაც გვართმევს და თავისუფლებასაც გვართმევს. ამგეთან ბომბით ჩვენ და ჰიბრიდული მეთოდებით. რა განსხვავება? არაფერი განსხვავება არ არის. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ემიგრანტებო. იქნებ გავაკეთოთ ორგანიზება ყოველ კვირა დღეს სოლიდარობის საქართველოში მომიტინგეების სოლიდარობის მიზნით ჩავატაროთ აქციები. ბრიუსელი იქნება, პარიზი, ბერლინი თუ დედაქალაქები იქნება კარგი. მადლობთ ყველაფერისთვის. Хочемо